რუბრიკა ოჯახური პორტრეტი წარმოგიდგენთ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ტრავმატოლოგ ორთოპედ ლევან ჩიკვატიას ოჯახს. მომისთაბა ისტორიაც. ეს ის პაციენტია ბატონ ლეზო. ხარი ქუში რო გავწერეთ. ის მუდმივად სიახლეების ძიებაშია. მიღწეულით არ კმაყოფილდება და ცდილობს თავისი ყოველდღიური საქმიანობა სიახლეებით გამოირჩეოდეს. ახალგაზრდა სოხუმელი ექიმი, ტრავმატოლოგ ორთოპედი ლევან ჩიკვატია მისი თაობის ერთ-ერთი წარმატებული წარმომადგენელია. დღესდღეობით ტემპი ცხოვრების ცოტა ისეთია, რომ უნებურად უკვე აი ამ დივაისებზე, ტელეფონზე და სხვადასხვა იმებზე წერილები მოდის ძალიან ბევრი სიახლეები რაღაცები და ფაქტიურად თავისუფალი დრო არ მრჩება და ვერც ვამჩნევ დრო როგორ გადის. როცა რაღაცებს ახალს ვეძებ, ვკითხულობ. ლევანი თავის კარიერასაც და შემდგომ ნაბიჯებსაც პირველ პედაგოგს, ასევე ტრავმატოლოგ ორთოპედ სიმონ დარახველიძეს უმადლის. მისი რჩევით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ რუსეთში წასვლა არჩია. როგორც ტრავმატოლოგი იქ ჩამოვყალიბდი, თუმცა სტუდენტობის დროს აქ ვსწავლობდი, ერთ-ერთი პირველი ჩემი მასწავლებელი ბატონი სიმონ დარახველიძე გახლავთ, რომელიც ასევე სოხუმელია. მამას მეგობარია, მან მიმიღო და მან მომხიბლა, ასე ვთქვათ, ტრავმატოლოგია ორთოპედიით. ბატონი სიმონიც სადაც ეს სკოლა აქვს გავლილი ცენტრალური ინსტიტუტის. მისი თხოვნა კი არა, მოთხოვნა იყო, ასე ვთქვათ, რომ აუცილებლად წავსულიყავი, როდესაც უნივერსიტეტს დავამთავრებდი. და მოსკოვში ამ კლინიკაში მომიწია მოღვაწეობა და 7 წლამდე დაახლოებით იქ ვიყავი. ამ 7 წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ჩამოყალიბდი როგორც უკვე ექიმი, ქირურგი, ორთოპედი და ყველა დღის და ყველა წუთის და წამის მადლობელი ვარ ჩემი მასწავლებლების იქ. მოსკოვის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ინსტიტუტში მუშაობის პარალელურად ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა დაამთავრა, რასაც მოყვა დისერტაციის წარმატებული დაცვა. შემდეგ იყო ბრიტანეთისა და შვეიცარიის პრესტიჟულ საუნივერსიტეტო კლინიკებში სტაჟირებები. ამჟამად ლევან ჩიკვატია ახლად გახსნილ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მუშაობს. ძალიან საინტერესო პროექტი აქვს დაწყებული სამედიცინო უნივერსიტეტს, ჯანდაცვის და განათლების სამინისტროებს. სამთავრობო დონეზე არის ეს გადაწყვეტილება მიღებული, გაკეთდა საუნივერსიტეტო კლინიკა. ერთ-ერთი, პირველი ფაქტია, ასე ვთქვათ, საქართველოში. და ამიტომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პროექტი გაამართლებს, იმიტომ რომ მთელი სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური სტაფი არის ამაში ჩართული. და მე პირადად ძალიან მოხარული ვიყავი, როდესაც შემომთავაზეს, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი ნდობაა ქვეყნისთვის და სტუდენტებისთვის. სამომავლოდ ძალიან დიდი საქმე გაკეთდა. და თუ გამოვადგები მე ჩემს ქვეყანას და რა თქმა უნდა ჩემს საყვარელ სამედიცინო უნივერსიტეტს, მაშინ ძალიან მოხარული ვიქნები ამ ფაქტით. ლევან ჩიკვატიას მეუღლე თეა ქარდავა სოხუმელია და ისიც ექიმია. იგი ეროვნულ სკრინინგ ცენტრში ექიმ რადიოლოგად მუშაობს. ეროვნულ სკრინინგ ცენტრში მუშაობ ექიმ რადიოლოგად 2009 წლიდან დღემდე. და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან საპასუხისმგებლო საქმე მაგისტრია და ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. ორივეს ძალიან უყვარს თავისი საქმე. მიაჩნიათ, რომ ერთნაირი პროფესია მათ უფრო აახლოვებთ. ერთმანეთს უგებთ, ასე ვთქვათ, მორიგეობის შემთხვევაში, რთული სიტუაციების შემთხვევაში, დაძაბული დღის რეჟიმის შემდეგ უფრო ერთმანეთს ხარში უდგევართ. ქირურგია ცოტა ისეთი მძიმე სამსახურია, გამომდინარე იქიდან, რომ პაციენტს ნებისმიერი დღის, ნებისმიერ დროს შეიძლება დასჭირდეს შველა და ხშირად არის ხოლმე შემთხვევები, რომ ღამე გვიწევს გამოსვლა. ექიმებს ეს უფრო მეტად ესმით, ასე ვთქვათ, ვიდრე სხვა პროფესიის წარმომადგენლებს და შესაბამისად არანაირად ხელს არ გვიშლის პირიქით. უკეთესია სახში ძალიან ბევრი დისკუსიები გვაქვს ხოლმე თანამედროვე მედიცინასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ლევანი და თეა ერთი ქალაქიდან არიან, ერთმანეთი თბილისში გაიცნეს. მაშინ, როცა ინსტიტუტიდან გაცვლითი პროგრამით ანკარაში მიემგზავრებოდნენ. გამგზავრების დღეს გავიცანით ერთმანეთი, ეს იყო 5 ივლისი. ზუსტად მახსოვს. მე უკვე იქ ვიყავით თვენახევარი, მთელი ზაფხულის პერიოდი იყო. იქ გავიცანით ერთმანეთი. გადავწყვიტეთ და შევუღოდით. რომ გავიცანით ერთმანეთი, მე აღმოვაჩინეთ, რომ თურმე მშობლები მეგობრობდნენ. და ამანაც იქონია რაღაც გავლენა ჩვენს დაახლოებაზე.
მშობლებს მოსწონთ შვილების არჩევანი და ცდილობენ ახალგაზრდა ოჯახს შეძლების დაგვარად ხელი შეაშველონ. მე ჩვენი ერთ დღეს წამოგიყვანა ულტიმატუმი, მამაო, მე ვიქნები ექიმი და თანაც ტრავმატოლოგი. მოდის ასე უკვე მაგას არ გადაუთქვია არც არასდროს. დედამისმა უთხრა რომ რას ქვია, შენ იურისტია. 5 იურისტი ყავს სახშიო და 1 ექიმი ხო გირდებათ. აი ესე გახდა ექიმი. ყურადღებიანი, თბილია ძალიან. დღეში რამდენჯერმე დარეკავს, მიუხედავად იმისა, რომ მოუცლელია, ვიცი, როგორი სამუშაო აქვს მას და იღლება საშინლად. არ შეიძლება დაღამდეს ისე და გათენდეს, რომ ლევანმა არ დამირეკოს და არ მოგვიკითხოს ჩვენ. ლევანის დედა ქალბატონი მარინე აფხაზეთის მონატრებას სასწაულით გადარჩენილი საოჯახო ფოტოალბომის თვალიერებით იკარვებს. ეს ბავშვების ალბომი გახლავთ. ლევანი რომ დაიბადა, მაშინ შევიძინეთ და ვდებდი სურათებს ამაში. სანამ ომი დაიწყებოდა, ყველა მათი ნაბიჯი აქ აღნუსხულია. სანამ ომმა არ შეწყვიტა ეს ყველაფერი. ალბომი გამოგვიგზავნა ჩვენმა მეზობელმა, ცნობილი მხატვარი ჯოლა გუგულაძე, თუ იცით. თქვენ მისმა მეუღლემ ქალბატონმა ნათელამ წლების მერე ძალიან ბევრი სურათი წაშლილია, მაგრამ აი წარსულს მაინც ხომ არ ამოშლიან, რაღაც ნაგლიჯი დარჩენილია მაინც და აღვადგენ ხოლმე ეს რაც იყო. მშობლიური კუთხის სიყვარულს ჩიკვატიების ოჯახში ბავშვებსაც პატარაობიდანვე უნერგავენ. იციან ბავშვებმა სანდრო დიდი ბიჭია უკვე და ყოველთვის ვეუბნები იმას, რომ ეს სადაურებით ვართ, ეს ჩვენი მიწაა, ჩვენი გვარი აქედან მოდის, პატარა გვარია და ცოტა ისეთი დიდი ისტორია აქვს და ყოველთვის ვამახვილებ ამაზე ყურადღებას, იმიტომ მე თვითონ მიყვარს ასეთ რაღაცებზე ყურადღების წარმომავლობაზე, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ თუ წარსული არ ვიცით, მომავალში ვინ ვიქნებით, ამის გარკვევა ცოტა რთული იქნება. Can we take us pizza?